მოგიყოთ როგორ მოკვდა მამაჩემი. ციხეშეიგებდა ჭიშკართან პოულობენ მამაშის კლავს. და ჩემთვის კი მკვლელები ხართ თქვენ. მამა თქვენ როგორაც. სულ ხალხ მამა? მე თუ ვინმე მომიკლავს ცხოვრებაში. ან თუ გაქვთ რამე ინფორმაცია, რომ გულწრფელად მართლა მჭირდება ამაზე პასუხი. ისრაელში ჯანმრთელობა ჭირდება. გაიხარეთ, მადლობა. მე შემიძლია სამი თაობა მოგიყვანოთ, რომ იმასაც რაში რომელშიც მამაჩემი გადაიცვალა, მის სისხლში და ხორცში არ გადასულია არავინ. ხონდა ხოლმე პერიოდულად ჯანმრთელობის პრობლემები, იშვიათად, მაგრამ გულზე არაფერი არ ჭირდა მამაჩემს. და პირველად მამაჩემის გულზე ხელი დავინახე, რომ აკავებდნენ იმ დღეს. და ეს დღეებია სულ ფიქრობ სამაგიერო როგორ გადავიხადოთ და გეტყვით ერთ სასამართლო პროცესს. ვიდეოც არსებობს, ამის შეიძლება ნანახიც გქონდეთ. სერიული მკვლელი სასამართლო პროცესია. რომელსაც უამრავი ადამიანი ყავდა დახოცილი. გამოდიოდნენ დახოცილი ადამიანების ოჯახის წევრები და ყველა საშინელ სიტყვებს ეუბნებოდა. ემუქრებოდნენ, ლანძღავდნენ. და ესაც ისე უყურებდა, როგორც მანიაკს შეშვენის. მანიაკის სახით. და ბოლოს, მარტო ბოლოს ერთი გამოვიდა. სასულიერო პირი და უთხრა თავის შვილზე, გოგოზე უთხრა, რომ მოპატიებიო. და ჩამოიშალა ყველაფერი მის სახეზე. თითოეული წერტილი და ადამიანური რაღაცა. ესაც მანიაკობა არის, რასაც თქვენ აკეთებთ. და ჩემთვის კი მკვლელები ხართ თქვენ. მაგრამ მე არ ვაპირებ, რომ ამის ადამიანურად არ გაპატიოთ, მაგრამ სამართლებრივად რაც შეეხება, მე პირობას გაძლევთ. მე ამ ქვეყანაში რომ მაღლესი თანამდებობის პირიდან დაწყებული. აი ეს ბიჭი დამხმარე ოზის და როგორი არა რაფერ შუაში არ არის. აი მით დამთავრებული. ყველას მოეთხოვება იმის გამო კი არა, რომ მე ღვარდილი მექნება გულში და მშურისების ის. არა, იმიტომ რომ სხვები არ გამოჩნდნენ თქვენნაირები. სხვას არ მოუდეს და სხვას არ გააჩნდეს მაგის სურვილი. მოგიყოთ როგორ მოკვდა მამაჩემი. ციხეშეიგებდა ჭიშკართან პოულობენ მამაშის კლავს. არ ფიქრობთ ამაზე? რომელიმე არ ფიქრობთ, არ გაინტერესებთ ეს? ეს რაც მოხდა, არის ჩემი პირადი ტრაგედია. ადრე თუ გვიანეს გახდა, რომ ჩემი პირადი სატარებელი და ჩემი ოჯახის სატარებელი, მეტის არავის. მე უარესად სასწავლებლები შეიძლება ხვალ არ ვიყო, მაგრამ ესეთი ბრძოლაა. არა კაცი ჭამებთან ბრძოლობთ, მაგრამ მე რა უჭირს. მე რა ხვალ არ ვიყო და ქვეყანა გადაჭეს, მაგრამ ღონდე მოხდეს. და მეტი არაფერი არ მაინტერესებს. ამათ ვერ გააგებინებ მაგას, ამათ რაღაცა ვალდებულებები აქვთ. და მაგას აკეთებენ თუ ადამიანის ზურები რა იციან ამათ. თქვენ საერთოდ არაფერი არ გესმით. არ დავასრულოთ. ერთსაც ვიტყვი, თუ შეიძლება ერთი რაღაცა მინდა უთხრა ხალხს და მორჩა. კი ბატონო, უბრალოდ ძალიან კარგად გესმით, თუ რა მდგომარეობაში ხართ, საერთოდ ფიქრობას რომ ვისაუბროთ ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან ასე ვთქვათ, არ მინდა შეგაწყვეტილოთ, მაგრამ ყოველგვარობის ფაქტებში რომ გამოხატეთ. გესმით ჩემი? მამა თქვენ როგორაც. სულ ხალხ მამა? მე საერთოდ ნიჭი არ მიპარება იმაში, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება რა. ისე როგორც ჩვენ გვინდა, ქვეყანა მეცოდება საიდან იქნება მოსაყვან და მოსათრევი ეს ქვეყანა, რომელზეც არავინ არ ფიქრობს, იქეთ ამხდება ეგ არის პრობლემა. არა უშავს, მოხდა ხდება და მე ზოგადად სიკვდილის შეშე დიდი ხანია დამარცხებული მაქვს და კიდევ ერთი მიზეზი მაქვს უკვე იმისთვის, რომ სიკვდილის არ შემეშინდეს. ამის გამო თავს ვერ დავხრი. ვერის ვერ ვეხვეწები, აქედან გამიშვით და გავაგრძელებ იმას, რასაც აქამდე ვაკეთებდი. ჩემზე მივიდარდებთ და ქვეყანას მივხედოთ, ეს თხოვნა მექნება თქვენთვის. ჩემი მე არ საერთოდ მივიფიქრებ ჩემს რომ მივიდარდეთ. იმაზე ვიდარდეთ, რაც ქვეყანას გვაქვს და როგორი დამოკიდებულებაც აქვს ამ ადამიანებს. ეს მინდა რომ მეთქვა.